დაცულ ტერიტორია იქმნება რამე? გვიხსნის ქალბატონი, რომ იგეგმება თურმე ახალი დაცულ ტერიტორია. სინამდვილეში. დაცული ტერიტორიის გაფართოება არ არის. თუ ახალი რაც არ შექმნილა ჯერ იგეგმება ნიშნავს რა, რომ იქმნება გეგმა, სადაც ზურმუხტის ქსელის თანახმად არის ბუნებრივი ფასეულობები, არის კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობები, რომლებიც შეიძლება თუ მოსახლეობა თანახმა არის შეიქმნას. ეს არის დიდი კვლევა. ამ კვლევის ერთ-ერთი კომპონენტია, რაზეც არის ჩვენი კომპანია დაგროვებული, ამავდროულად სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში. ეხლა ეს რაზე თქვენ დაგიქირავეს და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ჩვენც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია. რეგიონის საჭიროებები. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის. ოღონდ ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ეს არ ემსახურება რაღაცა ბოროტებას და ეს არ ემსახურება ჩვენს წინააღმდეგ რაღაცა კამპანიას. და ამაში მე დარწმუნებული არა ვარ და პირიქით მგონია, რომ მაგას ემსახურება სინამდვილეში. თქვენ მხრიდან არ ვიძახი, ისევ დაცულების მხრიდან ვიძახი, რადგან გაგვიმტკიცეს არაერთხელ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან და ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენ ყველას გვიყვარს თვითონ კონცეფცია დაცული ტერიტორიების, რაც არის, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ ამ კონცეფციას ამოფარებული არიან კორუმპირებული ადამიანები, რომლებსაც არც ბუნება ანაღვრებთ, არც ადგილობრივი მოსახლეობა ანაღვრებთ და ერთადერთი, რასაც აკეთებენ, იჯიბავენ თავიანთი რაღაც ამ ჩვენ ბუნების ძეგლებს, მერე ვიწესებენ ბილეთების გადასახადებს და გვეუბნებიან, რომ იცი რა, შენი სახლის უკან, სადაც მთელი შენი ცხოვრება დადიოდი, შენი წინაპრები დადიოდნენ და ყველა ერთად ბედნიერად იყენებით, ეხლა იქ ვეღარ ჩახვალ ვიღაცის ნებართვის გარეშე და ფული უნდა გადაიხადო. ან თქვენ ახლა ვინც გამოგაგზავნეთ ეს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ამ სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ ხელში ჩაიგო არა მარტო ბალდის კანიონი, ეს მაგალითად დედაზე აქვს გაფორმებული 40%, იმიტომ რომ მაშინ თანამდებობაზე იყო, არ შეიძლებოდა კანონი. მაგრამ გამოავლინა, რომ მარტვილი, ოკაცე, კინჩხა, ბორდი, სათაფლია, ნაკრძალი დაშბაშიც კი. ხო, პრომეთეს ხვივი. ანუ უამრავი ბუნების ძეგლები ხელში ჩაგდებული და თქვენ სხვათა შორის ვინც ახლა არის თავმჯდომარე ამ სააგენტოსი მაშინ იყო მოადგილე. როცა ვხედავ, რომ ეს ჩინოვნიკები ისაკუთრებენ ჩვენს ბუნებას და ჩვენ მერე ფული უნდა გადავიხადო, რომ ჩემი მდინარე ვისარგებლო და კანიონი, ხო? მე ამ მომავალს ვხედავ, მივხვდით, აი ხა გაფართოება, განვითარება. ბალდაშიც გვეუბნებოდნენ, რომ ეს თქვენი განვითარებისთვის კეთდებაო. მაგრამ ახლა რანაირი განვითარებაა ის, თუ კი არ მეტყვი ამას წინასწარ, თუ კი არ მეტყვი როგორ აისახება ჩემზე, მე დამჭრი, მე დამიჭერ, მე დესტრუქციულ დამიძახებ. ხო, ახლა ეს შეიძლება გეწოდეს ამას განვითარება? გადახედეთ, ეხლა კედლებია ჩამოთვლილი, ბეტონებია ჩასმული, რაღაც და საშინელებები ხდება რა. და პროექტი თუ გაქვთ ნანახი, რასაც აკეთებენ, ესე ობობის ქსელივით აკეთებენ, კანიონი და ბუნების ძეგლი კი არა, ეგ იქნება სასიზღვროა, მე რაღაც გალია იქნება, სადაც ვიღაცა ესე დაჯდება და იკატავებს და წავა რა. ხო და აი წარმოიდგინე ახლა მაშინ თუ არ შეიძლებოდა ეკალბარდის რაღაცა მოჭრა და ქვის გადაბუნება, დღეს დაბეტონება რანაირად შეიძლება, ხო?